რეჟისორ გიორგი თავაძე ბათუმის თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნას სასამართლოში ასაჩივრებს. ის აცხადებს, რომ აჭარის კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ კანონის ინტერპრეტირება მოახდინა. საკითხი დღეს დაინტერესებულმა მხარეებმა აჭარის მთავრობაშიც განიხილეს. როგორც გაირკვა, დღეს მთავრობის სახლში მხარეების არგუმენტების მოსმენა მოხდა სამხატვრო ხელმძღვანელის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არაუგვიანეს 25 ოქტომბრის უნდა მიიღოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა სასამართლოში ამ დრომდე არ დაწყებულა. რაზმობის მიღებას აპირებს გიორგი თავაძე საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მათ ეს მომდევნო გამოშვებაში იხილავთ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო კონკურსის წესით ახალი კანდიდატურები. მოხდა ეს კონკურსი და დაინიშნა პიროვნება, რომელიც ჩემი აზრით არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე მოხდა გარკვეული უკმაყოფილება დასის მხრიდანაც, დასის გარკვეული წევრების მხრიდანაც და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გარკვეული გაგვეპროტესტები, ასე ვთქვათ, ეს ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მიიღო კულტურის მინისტრმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ბატონ გიორგი თავაძის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ბატონი გიორგის მიერ გასაჩივრებული აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ის ბრძანება, რომლითაც ბატონი თეიმურაზ კეჟერაძე დანიშნული იქნა ბათუმის თეატრის ხელმძღვანელად, მოცემულ შემთხვევაში ჩატარდა ზეპირი მოსმენა და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით მიღებული იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.